საზოგადოებრივი მაუწყებლის სირგულე განვითარებულ პროცესებს ეხმაურება მედიის განვითარების კოალიცია, რომელიც მიიჩნევს, რომ პირველი არხი არის მოქცეული ქართული ოცნების პოლიტიკური გავლენის ქვეშ და მიიჩნევენ, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია ტელევიზია იყოს დამოუკიდებელი და აშუქებდეს საზოგადოებრივ ინტერესებს, საზოგადოებაზე მორგებულ ინტერესებს. ისინი ასევე აცხადებენ, რომ დეესკალაციის მიზნით, ვითარების დეესკალაციის მიზნით მნიშვნელოვანია, რომ ტელევიზიის მენეჯმენტი, როგორც ბორდის თავმჯდომარე, ასევე გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი გადადგნენ თანამდებობებიდან და ამით ხელი შეუწყონ დემოკრატიული პროცესის განვითარებას, რომელიც მათი შეფასებით მნიშვნელოვანია არ მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციონირებისთვის, არამედ ზოგადად საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის. ამ პოზიციას, როგორც მოისმინეთ, იზიარებენ მოქალაქეები, მათთვის მიუღებელია, როდესაც არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაში, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც დაკავებული არის მედია მენეჯერი, ჩვენი კოლეგა ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და რომელიც მე-18 დღეა შიმშილობს აი ამ ფონზე, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი არ ეთმობა ამ თემის უფრო ფართოდ გაშუქებას. მათ შორის ისინი აკრიტიკებენ ამ ფორმით აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასაც, რომელსაც ასევე აქვს მსგავსი მანდატი კანონმდებლობით მინიჭებული. აქ შეკრებილი მოქალაქეები ახლა განაწილებულნი არიან როგორც კოსტავას ქუჩაზე, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან. მათ აქვთ ხელთ სხვადასხვა საპროტესტო ბანერი, როგორც გითხარით, აქ შეკრებილნი არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის არქიტექტორები, მასწავლებლები, განათლების ექსპერტები, მედიის წარმომადგენლები, რიგითი მოქალაქეები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დღეს ქვეყანაში არის მძიმე პოლიტიკური კრიზისი და მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი ეკუთვნის ხალხს და უნდა შუქდებოდეს უფრო აქტიურად და უფრო მრავალფეროვნად მათი ხმა და ქვეყანაში განვითარებული პროცესები. ყველა მათგანი, ვისაც ჩვენ ვესაუბრეთ, სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს და ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი განცხადების გაკეთებისას აქ ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ საპროტესტო აქციის მიმდინარეობის პარალელურად საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი ეთმობა გასართობ გადაცემებს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში, როგორც ისინი ამბობენ, არის პოლიტიკური კრიზისი, მსგავსი ნაბიჯების გადადგმა ტელევიზიის მენეჯმენტის მხრიდან არის აბსოლუტურად დაუშვებელი და მიუღებელი. საპროტესტო აქცია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან გრძელდება. კვლავ გადაკეტილია კოსტავას ქუჩა და აქ არსებული საგზაო კვანძი და მოქალაქეები განაგრძობენ საკუთარ პროტესტს. როგორც ისინი აცხადებენ, გვიან ღამით ისინი აპირებენ გადანაცვლებას უკვე საქართველოს პარლამენტთან, სადაც 63 დღეა გაგრძელდება პროევროპული საპროტესტო აქციები. ორი მთავარი მოთხოვნით ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და პატიმრობიდან გათავისუფლდნენ პროევროპული აქციების დროს დაკავებული პირები და ასევე გაზაფხულის აქციებისაც დაკავებული პირები. ჩვენ ვიტოვებთ კადრებს ახლა კომენტაროთ და თავაზობთ ვითარებას კოსტავას ქუჩიდან. ეს ადამიანები ქვიან ამ პროდუქტის